დღევანდელი ბიზნეს ფეისი თელავიდან იქნება, თელავიდან ჩავერთვებით და ვერთვებით, ეხლა უკვე თელავში ვარ, სხვადასხვა ჩამოვედით. ჩამოვედით ძალიან საინტერესო აქტის გამო, რომელსაც ახორციელებს სოციალურ აქტს ახორციელებს კომპანია კერხერი. და თქულად არ ვართ ეს ერთობლივად ჩამოსულები კოლექტიურად, DPT კონსალტინგის პოდკასტებში ხშირად საუბრობთ პასუხისმგებლობაზე. განსაკუთრებით ბიზნესის პასუხისმგებლობაზე და მე მგონი ეს ძალიან კარგი ნათელი მაგალითია, როდესაც სიტყვები გადაიქცევა რაღაც გარკვეულ ასე ვთქვათ ქმედებად, ხო? და დღეს ზუსტად კერხერი იყო ჩართული თავის ინიციატივით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ეხმარება თავის ძალებით, თავის რესურსით. ახლახანს მომხდარი მოვლენების შემდეგ. შეგიძლია განაგრძო გენასვალე. მოგესალმებით. აი კარგი ჟესტი და პასუხისმგებლობის კარგი გამოხატულება მანქანას რომლისთვისაც მე უნდა დამეთქო გზა დამეთქო და ძალიან სასიამოვნოა მოკლედ ესეთი განადგურება გვერდში და დღევანდელ გადაცემას რაც შეეხება ესეთი ცოტა გვინდოდა რომ თვალისიანი სახალისო და საინტერესო გამოსულიყო და სტანდარტულისგან განსხვავებული შედარებით არასტანდარტული გადაცემა გვინდოდა და ამის გამო გადავწყვეტეთ რომ მოვცილებოდით სტუდიას და ჩამოსულიყავით თელავში. მაგრამ დიდი ხნით არა, ხვალ მაინც შაგერთვებით სტუდიიდან. დიდი ხნით ვერ გამოდის ეგ ამბავი, მაგრამ ჩვენ ქონდა გადაცემა, რამდენიმე გადაცემა, ორი გადაცემა იყო გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვაზე საუბრობდით, ერთი ნარჩენების მართვას ეხებოდა მეწიმა და მეორე გამწვანებას და პრინციპში ორივე გადაცემა მიმართული იყო იქით, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემოზე სწორ ზემოქმედებას და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და ამის შედეგები, უარყოფით შედეგები ვიხილეთ რამდენიმე ხნის წინ თელავში განვითარებული მოვლენების გამო. და დღეს ამ შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებთან დაკავშირებით ჩამოვიდით ჩვენი პარტნიორი კერხერი იმყოფება და აქედან შემოგთავაზებთ გადაცემას, მათ შორის ვისაუბრებთ ჩვენ სამომავლო ხედვებზე, გეგმებზე, განვითარებაზე და პირველ რიგში და უპირველეს ყოვლისა ვისაუბრებთ ბიზნესის პასუხისმგებლიანობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირებით. რომლის მე მგონი ნათელი მაგალითია კერხერია და სხვაშორის კერხერის აი ნიკოლოზის სიტყვებს გავიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს პლანეტა ბ. ჩვენ გვაქვს ერთი პლანეტა, რომელსაც უნდა გაუფრთხილდეთ. და სხვადასხვა კერხერი ამაში კერხერს ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი და მოკლედ ჩვენ როგორც ლოიალური პარტნიორები და მეგობრები კერხერის მოგივართ და მხარი უნდა დაუჭიროთ აუცილებლად. აუცილებლად. სერგო, შენ რა სიტყვი ბიზნესის პასუხისმგებლიანობაზე და საზოგადოებრივი სიკეთე კერძო ბიზნესის რაში შეიძლება გამოიხატებოდეს, ან როგორ შეიძლება გამოიხატებოდეს, ან რა შეიძლება გავაკეთოთ. იცი რა არის პასუხისმგებლიანი ბიზნესიც და ბიზნესმენიც ალბათ იმაზე უნდა ფიქრობდეთ, რა თქმა უნდა ბიზნესის კეთილდღეობაზე კი უნდა ფიქრობდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა ფიქრობდეს იმ გარემოზე, სადაც ოპერირებს, სადაც ცხოვრობს, ხო? და აი კერხერი ალბათ ამის ძალიან კარგი მაგალითია იმისთვის, რომ სხვა კომპანიებმაც ანალოგიური ქმედებები განახორციელონ, აყვნენ. მე ჩემთვის მაგალითად ძალიან დიდი мотиваციაა ეს და მეც აუცილებლად მინდა რომ მომდევნო ჯერზე ჩემი კომპანიაც მსგავს აქტივობებს შეუერთდეს. მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა, ანუ მარტო კომპანიის განვითარება დამოუკიდებლად ქვეყნის განვითარების გარეშე არ გამოვა. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ იმაზეც რომ ქვეყანაში განვითარდეს და მოწესრიგდეს მდგომარეობა და ბუნებრივია ბიზნესიც ფეხდაფეხ მიყვება და აუცილებლად განვითარდება. ჩვენი კომპანიის შემთხვევაშიც ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია რა და ამისთვის შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებთ ყველა, ხომ? თუ ვიღაცას მათ შორის კერხერის ისეთი პროდუქცია, რომელიც ზუსტად ამ მიზნებისთვის გამოიყენება და მათ შორის მნიშვნელოვანია ეს საშუალება გააჩნია და ამას აკეთებენ და ჩვენც DPT კონსალტინგზე რო ვისაუბროთ და ჩვენი შესაძლებლობებზე, ჩვენი უნარი, ჩვენი სუპერძალა პრინციპში არის ის, რომ დახმარება გაუწიოთ ადამიანებს, საჭირო ინფორმაცია გავცეთ და ხშირ შემთხვევაში ეს საჭირო ინფორმაცია გავცეთ უსასყიდლოდ. ანუ ცნობიერების ამაღლებაზე ვიზრუნოთ ადამიანის უფლებებზე, კანონმდებლობის დაცვაზე და ამის ერთ-ერთი მაგალითი არის, მე მგონი ბრწყინვალე მაგალითი და კარგი პრეცედენტი არის ის პერსონალურ მონაცემთა ოფიცრების გადამზადების კურსი გვაქვს ახლა მიმდინარე, რომელიც ვიწვალეთ, ვიშრომეთ, ავტორიზაცია გავიარეთ, სახელმწიფოს მიერ აკრედიტაცია მოვიპოვეთ და ამავე დროს მოვიპოვეთ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსგან ამ კურსის სრული დაფინანსების
გრანტი, ალბათ გრანტი ქვია, ხომ? თუ მსმენელი დაინტერესებულია რომ მიიღოს განათლება, მიმართავს სააგენტოს, სააგენტო დაუპირისპიროს მთლიანად სწავლისგირებულებას და მე მოდის ჩვენთან და ჩვენზე რაც არ დამოკიდებული კიდევ იმას ვაკეთებთ, რა და მსგავსი პატარა დეტალები, პატარა პრეცედენტები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სწორი ჩართულობა ძალიან ბევრ რაღაცას აძლევს საზოგადოებას და ერთმანეთს ძალიან ბევრ რაღაცას ვაძლევთ ამითი და მე მგონი კიდევ ძალიან მაგალითი არის ამისი ჩვენი გადაცემა. და მე სხვათა შორის აქცენტირებას მაინც გავაკეთებდი თქვენს პოდკასტს რა, რომელიც ზუსტად ამით გამოირჩევა, რომ ჩვენ ძირითადად DPT კონსალტინგის პოდკასტებში ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, რაც რეალურად აღელვებს და აწუხებს საზოგადოებას და არა მხოლოდ ბიზნესს და გარკვეულწილად ბიზნესაც ვაძლევთ რჩევებს, ხო? და გარკვეულწილად ალბათ შეიძლება იმასაც დავარქვათ ამას, რომ პრევენციის მიზნით ვაძლევთ რაღაც ინფორმაციას, რომ გაითვალისწინოს და ამავდროულად რა თქმა უნდა საზოგადოებას. აი ფანტასტიკური პოდკასტები გვაქვს, მე დარწმუნებული ვარ, რომ და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ კიდე ახალ ფორმატებს დავამატებთ უკვე ახალ სეზონზე, სადაც DPT კიდევ უფრო გააქტიურდება. იმიტომ რომ ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, კომენტარს ვიღებთ რა, ჯონი, არა მარტო თქვენ იღებთ ბიზნეს პეიჯზე შემოდის ძალიან ბევრი შეტყობინება, ძალიან ბევრი კომენტარი კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, ხალხი ჩართულია, საზოგადოება ჩაერთო, არა მხოლოდ ბიზნესი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ბიზნეს ფეისის პროექტი შეგვიძლია დავარქვათ, რომ შედგა. შედგა, კი, და ანუ ეს პროექტი ვერ შედგებოდა ზუსტად DPT კონსალტინგის გარეშე და DPT კონსალტინგის თანადამფუძნებლების გარეშე, იგივენაირად კერხერის გარეშე და აი ჩვენი კიდე ერთი მეგობარი, რომელიც დღეს ვერ გამოყვა, IT ტეკი, ავთანდილ საგარეიშვილი, მოკლედ და სხვათა შორის ჩვენი რიგები მატულობს. ეს არ არის სრული შემადგენლობა. შეივსება აქტიურად. და რა უნდა მეთქვა რა, ეხლა უცებ გამახსენე. ძალიან გაგვეხსნა ხო გადაცემა. თბილისიდან თელავში წამოვედით, რამდენმა ადამიანმა იცის რომ შენ თელავში ხარ დღეს? შენი ძმა შეკვდა ერთად ორმა ადამიანმა იცის ზუსტად. ჩემთანაც დაახლოებით ეგრე, მაგრამ არა, უფრო მეტმა იცის ლოკაცია. იცის Google-მა სად ვართ? იცის ყველა მოწყობილობა, რომელიც ხელზე გვიკეთია, სმარტია, ტელეფონია, რაღაც гаджеტი არის. შეიძლება ჩემ მანქანა მოციცი, შენ მანქანას აუცილებლად ეწოდება. რაც თავარია Google არ უზიარებს სხვას. შეიძლება Google არ უზიარებს სხვას, მაგრამ Google-ს დაცული აქვს, მაგრამ IoT smart მოწყობილობები არ არის იმდენად დაცული, მისი გატეხვა მარტივად, უფრო მარტივი არის და შესაძლებელია. კავშირის გადაჭერა შესაძლებელი, ამიტომ ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის დღეს აქ რო ვართ. და რა თავარია იცის? ზუსტად ეს არის ნიუანსი, მეგობრებო, რომელიც საუბრობთ. ეს არის ნიუანსი. ხო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იცის სადაც ვართ. და ერთი მაგალითი მინდა გავიხსენო, ახლა თვითონ მოქალაქეების პასუხისმგებლობაც რაში გამოიხატება რა. ერთი პრეცედენტი ქონდა ესეთი, მოქალაქე იყო მისული შინაგან საქმეთა სამინისტროში და მინდობილობა გაატანა მის მეგობარს რომ მანქანა დაერეგისტრირებინა. ხო, მანქანა დაერეგისტრირება, ახალი ჩამოყვანილი ყავდა, რეგისტრაცია გაიარა და ამ მეგობარმა როცა მანქანას არეგისტრირებდა, საკონტაქტო ინფორმაციაში მიუთითა მისი ტელეფონის ნომერი. მაგრამ შენ ნაცოთ რომ წავიდე და ჩემი ნომერი მიუთითო, იმიტომ რომ მინდობილობა იყო ამაზე გაცემული. იქ მაშინ როდესაც შესაძლოა აგროვებდა მომსახურების სააგენტო პროცესად ამ ინფორმაციას იძახდა რომ მეო ამ ადამიანს ეს ტელეფონის ნომერი გამოვართვიო როგორც წარმომადგენელს რომ მანქანის რეგისტრაციის პროცესში არ შექმნილიყო პრობლემა და ამაზე მინდობილობა ქონდაო და ძალიან კარგი კი ბატონო ეს იყო მნიშვნელოვანი მაგრამ გამოხდა ხანი ამ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა გაფუჭდა მინდობელსა და მინდობელს შორის და ეს ბატონი ზუსტად კახეთში იყო წამოსული გაიარა კამერაზე დარღვევით დააფიქსირა თქმა უნდა კამერამ და მის ყოფილ მინდობილ პირს მივიდა შეტყობინება რომ ეს მანქანა ეს ადამიანი ამ მომენტში იმყოფებოდა კახეთში და ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება იყო ის რომ როდესაც ჯარიმა გადაამოწმა და ფოტოსურათი ჰქონდა გადაღებული თუ ვიდეო ჩანაწერი იყო დარღვევის ჩანდა ის რომ მარტო არ იმყოფებოდა მანქანაში კიდევ სხვა ადამიანთან ერთად იმყოფებოდა და ამ გაურკვევლობამ ერთად ყველაფერი მოიყვანა ჩვენამდე მაშინ პერსონალურ მონაცემთადაც სამსახური იყო და პრობლემა იყო იმაში რომ როცა ჩემმა მინდობილმა პირმა ტელეფონის ნომერი გაუზიარა არ იყო ამ ნომრის მიღება იმ მიზნით რომ მონაცემები უბრალოდ ინფორმაცია დარღვევების შესახებ მიეღო ამას და ძალიან კარგი ფაქტი იყო და მნიშვნელოვანი ერთი დაუფიქრებელი მაგალითებამ რა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგში რა შეიძლება გაგიპრობლემდეს რომ
შენც არასასურველმა ადამიანმა არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება აღმოგაჩინოს რაღაც კონკრეტულ ადგილზე სხვასთან ერთად ან თუნდაც მარტო და მეორე ის რომ იმ შემთხვევაში მომსახურების აგენტო რამდენად მიზნის შესაბამისად ნახეთ მონაცემი როცა შეაგროვა ტელეფონის ნომერი მოიპოვა რამდენად იყო უფლებამოსილი ამ ტელეფონის ნომერზე რომ შეტყობინება გაეგზავნა ამ დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრეთ მაგრამ მანამდე დაფიქრდით სანამ თქვენ ინფორმაციას ვინმეს მიაწვდით რეალურად ძალიან მნიშვნელოვან პრობლემა შეიძლება გადააწყდეთ და ერთი დაუფიქრებელი მოქმედება შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჭირდეთ და არასასიამოვნო ინციდენტებში ამოყობთ თავი, ამიტომ გავუფრთხილეთ თქვენს ინფორმაციას, ჩვენ ვეცდებით გასწავლოთ როგორ გააკეთოთ ეს. ნუაც კაპუნებთ უაზროდ, ვეთანხმებით ყველაფერს და AI-ის გენერირებულ ვიდეოებსაც ნუუჯერებთ. წავედით ახლა და გავაგზავნოთ შედარებით ვიდგარებით. მოკლედ, გადმოვედით მანქანიდან და საოცარ ადგილზე ვართ. არ ვიცი, მთლიანი საქართველოს საოცარია, მაგრამ დღეს მეკითხებოდი სხვათა შორის სად იცხოვრებდიო თბილისის გარდა და თელავი გითხარი ხო სხვა მოლოდინი გქონდა მაგრამ თელავზე შევჩერდით და არ ვიცი საოცარი არის და პრინციპში აი ამ ყველაფერს ჭირდება მოფრთხილება და მოფრთხილებასთან ერთად განვითარება ჭირდება იმიტომ რომ გზაში რაღაც ბევრი დრო დაგჭირდა და ვსაუბრობდით რომ ხანდახან სტაბილურობა შეიძლება იყოს კარგი და გარკვეულწილად არ დაგეთანხმე იმიტომ რომ სტაბილურობა ნიშნავს რაღაც ეტაპზე ხო გაჩერებას და შენ რო ჩერდები ყველაფერი მოძრაობს და ყველაფერი ვითარდება. ამიტომ არ გვინდა გაჩერება, მუდამ წინ და მუდამ გეგმებით და მათ შორის განახლებით. ხო, ეხლა მანქანა გადმოსვლის შემდეგ რაც შევნიშნე, ის არის კი არა და შენ შენიშნე, მაგრამ მე დანახული მქონდა, მანამდე და აქცენტი არ გავაკეთე, ეს პროფესიული ჩვევა არის. ერთი კამერა არ გვიღებსო წეგან თქვი და სამი გვიღებსო, იქით სამია, იქით კიდე უამრავი არის. იქ ზემოთ კიდე ობიექტზე აყენია იქ რაღაც რესტორანი არის და რა დაგაკლდა თვალში მითხარი უცბად. მონაცემთა დაცვის კუთხიდან შეხედე, არ გინდა რომ გიყურებდნენ. რომ მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი, ნიშანი არ არის. ან არ დავინახე და შემოსასწორ. კი, ნამდვილად, ხო, იმიტომ რომ იქით რესტორანი. მე იმხელა ტრენინგებს გავდივარ თქვენ პოდკასტებში, რომ ჩვენი პოდკასტები, იმიტომ რომ რაღაც ბევრი საკითხი მეც არ ვიცი ბუნებრივია. მე რა ის კი არ ვარ რაღაც განსაკუთრებული, მაგრამ თვითონ სამართალი იმხელა სფერო არის, რომ შეუძლებელია ყველაფერი იცოდე. ვერ გეცოდინება, მუდმივად გჭირდება სწავლა, განვითარება და კიდევ სწავლა და კიდევ განვითარება, მუდმივად. ყოველთვის და ყველა სფეროში ეგრე არის და მოდი რადგანაც ამ ფილოსოფიურ სიღრმეებში შევტოპეთ. კიდევ უფრო შევტოპოთ, ოღონდ ცოტა პრაქტიკული თვალსაზრისით და ვისაუბროთ განვითარებისთვის, წინსვლისთვის სწავლისთვის და განვითარებისთვის რა არის საჭირო და დღეს კარგი ბიზნესი როგორ უნდა ვაკეთოთ საქართველოში, იმიტომ რომ მე დიდი გამოცდილება ამისთვის არ მაქვს ამ სფეროში, სულ რაღაც ახალი დაწყებული მაქვს და თან მგონია რომ ჩვენ ისეთი ტიპის ბიზნესია საკონსულტაციო მომსახურებაა და პრინციპში ჩვენ ცოდნას ვყიდით და იქაც ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. შენ სხვა ტიპის გამოცდილებას, შენ სხვა ტიპის ბიზნესი გაქვს, იქ კიდევ სხვა დეტალებია საჭირო და მოდი ხო არ დავიწყოთ თავიდან, რეგისტრაციიდან, შემდგომ ეტაპებამდე და ვისაუბროთ სად გვაქვს სირთულეები, სად გვაქვს სიმარტივე, რა არის დახვეწილი, რა გასაკეთებელი, რა უნდა ვიცოდე, ბიზნესს რო ვიწყებ, რა უნდა გავითვალისწინო და ზოგადად რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ვიყო წარმატებული. ჯონი, მე ვარ ესეთი პრაქტიკოსი ბიზნესმენი, რომელიც უკვე კარგი არის. მე 11 წელია ბიზნესში ვარ. მოდი ესე ვიტყვი, ანუ გარემო იმისთვის რომ ბიზნესი აკეთო საქართველოში, არის კარგი. მარტივი. რეგისტრაციი დაიწყე. რამე ხო არ გაკლია. ბევრი რამე რეგისტრაციაზე გადახვალ. იმიტომ რომ მე ერთი გარემოება ძალიან დამაკრდა და ვიტყვი მაგას, არ ვიცი რამდენად სწორია, არასწორი არის, ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ პრაქტიკაში რამაც შემიქმნა დაბრკოლება. მაგას ვიტყვი, ოღონდ მანამდე შენ დაიწყე. იცი რა არის, რაღაცას რო ვამბობთ, ან ცუდი ან კარგია, რაღაც უნდა შევადაროთ, ალბათ, ხო? და ვადარებთ ალბათ ისევ და ისევ ცივილიზებულ ქვეყნებს, ისევ და ისევ ევროკავშირის ქვეყნებს თუნდაც და ასე შემდეგ, ხო? საიდანაც ძირითადი რეგულაციები გადმოდის საქართველოში, ხო? იმისათვის, რომ ბიზნესმა ჯანსაღად გააგრძელოს ოპერირება და განვითარება. რეგისტრაციას რაც შეეხება, ალბათ ყოფილ საბჭოთა კავშირის, ასე ვთქვათ, ქვეყნებს შორის ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე. ხო, ნუ მინიმუმ ძალიან ბევრი ქვეყანას ჯობ.
ხო, ანუ შესაძლებელი არის, რომ აბსოლუტურად სხვა ქვეყნის რეზიდენტი ჩამოვიდეს საქართველოში, დაახლოებით 15 წუთი დახარჯოს კომპანიის რეგისტრაციისთვის და всё, ის არის უკვე ქართ საქართველოში. 200 რაღაც ლარია. არც არის 200-იც არც არის, მე მგონი ეხა ცოტა გაზარდეს, მაგრამ არც არის 200, ხო? მაგრამ სამაგიეროდ დისტანციური რეგისტრაციები დაემატა. კი, და იხვეწება, რაც თავარია რა. ანუ აქ მარტო ამაზე არ არის საუბარი, რეგისტრაცია არის პირველი ეტაპი. ეხა ბიზნესში ალბათ ყველა ბიზნესს რაღაცა სირთულეები აქვს აბსოლუტურად. ჩვენ იცი რა არის, რადგან ჩვენ ამ გარემოში ვართ და ამ რეალობაში ვართ. ჩვენთვის რეგისტრაცია არ არის პრობლემა რა. ამას ყურადღებას არ ვაქვს. მე იცი რას დავამატებ, ბიჭო? სხვა რეალობაში რო იყოთ იქნებოდა ალბათ. რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ბიზნეს ეკოსისტემის განვითარებისთვის საქართველოში? აი ეხლა ვართ თელავში. ხო. თელავში ჩვენ ეხლა ჩამოვედით, გლობალური ბრენდის, კერხერის ოფიციალური წარმომადგენლობა არის თელავის რეგიონში, კახეთის რეგიონში თელავში წარმოდგენილი. რას ნიშნავს ესეთი გლობალური ბრენდის გამოჩენა რეგიონში? ხო? ანუ ეს არ არის მხოლოდ რაღაც მაღაზია გაიხსნა და სერვისი გაიხსნა, ხო? ეს არის მთელი ეკოსისტემა კერხერის, რომელიც რეგიონში არის წარმოდგენილი, რომელიც აძლევს ხელმისაწვდომობას უკვე მთელ რეგიონს და მეორე, ანუ რა შეიძლება, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ასეთმა გლობალურმა ბრენდებმა ზოგადად ტრენდზე, ხო? ანუ რაც შეეხება, ეხლა ჩვენ დავდიოდით თელავში, ხო? ცოტა სიმშვიდეა, ხო? ანუ ძალიან მშვიდია, ეხლა თბილისის მერე ძალიან მშვიდია რა. აი აკლია ალბათ ეს დრაივი. ან ესე უნდა იყოს. შესაძლოა მე ხიბლი დაკარგვას, ხო? ეგეც არის. თუმცა ანუ ალბათ ბიზნესის განვითარებისთვის აი ესეთი კომპანიების გამოჩენა, ხო, განსაკუთრებით რეგიონებში არის ძალიან დიდი ბიძგის მომტანი, ხო, სხვა კომპანიებისთვის უკვე. ან კიდევ ერთი შეიძლება იყოს, რომ ხალხი დაკავებულია და შრომობს და ამიტომ არ არის ამ დროს ხალხი. იდეაში საღამოს და ემსახურება ტურისტებს. ტურისტებს ვენახებია გარშემო, რასაც ხედავ, საოცარი საქმიანობა მიმდინარეობს, იმიტომ რომ მარნები, საოჯახო მარნები, დიდი მარნები ამ პროდუქციის მოყვანა, მოვლა, იქ რაღაც თუნდაც სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა, ძალიან ბევრი რაღაცა. ეს ვთქვი, დღეს ხუთშაბათია, არ დაგავიწყდეს და ტურისტები ნახეთ ბევრია გზაში. სერგო, შეკითხვა მაქვს. შენთან მიმინო რასთან ასოცირდება შენთვის, შენთან არა? ფილმთან. კი. სხვათა შორის. და კახეთთან. ხო, სულ რამდენიმე კილომეტრში არის აეროპორტი თელავის და ქვია მიმინო. და ეხლა გავიგე რამდენიმე თვის წინ ალბათ საუბრობდით თელავის განვითარებაზე, ხომ? რამდენიმე თვის წინ შევიტყვე, რომ იქ თელავის აეროპორტი მიმინოში ხდება ფრინავების მომზადება. სამოქალაქო ფრინავების მომზადება, ფულს გადაიხდი, თვითფრინავები ყავ, თეორიულ კურსს გაივლი და მე პრაქტიკულ კურსსაც გადიხარ ფრენის და საოცარია, რომ ეს ფრენები ზუსტად აი ალაზნის ხეობის თავზე ხდება და მე არ შემიძლია ხო იცი არ გითხო ეს მარტო მოქალაქეებისთვის არის თუ ტურისტებსაც ეს წარმოდგენა არ მაქვს არ ვიცი ტურისტული გახადეს თუ არა რამდენადაც მაქვს ინფორმაცია და ვიცი ესე ტურისტული დაინტერესებით არ იყო მაგრამ შემდგომ ეგეც გავარკვევით რომ თავად ვიყავი დაინტერესებული რომ ტურისტული მიზნებისთვისაც შეიძლება იქნეს გამოყენებული და როგორც ვიცი გეგმავდნენ. რა ემოციები ჩვენ მოყევი, მე მგონი ტურისტის სიამოვნებით გადაიხდის ამაში თანხას. ტურისტიც გადაიხდის და მე მგონი ადგილობრივიც, იმიტომ რომ ზოგადად ფრენა ისეთ რაღაცებთან ასოცირდება და იმხელა შთაბეჭდილებებს. ტოვებს თან მაშინ, როდესაც შენ მართავ შტურვალს, საჭე შეიძლება. ან შენ თავად მართავდი? საოცრება არის რა. ხო და ამიტომ ძალიან კარგი გამოცდილება იქნება. ესე იგი, მეგობრებო, მხოლოდ იურისტი კი არ არის. პილოტიც არის უკვე სერტიფიცირებული ფაქტიურად ცოტა ხუმრობა არაფერი არ ვარ ეგეთი ნეტა ვიყო სიამოვნებით მაგრამ არ ვარ კიდევ შევცვალეთ ლოკაცია ერთლამ შორს არ წავსულვარ და ქვემოთ ჩამოვედით მაგრამ აქ ბევრი ლოკაციაა ლამაზი ამ მოდნავ ქვემოთ გავაგზელოთ ბიზნესის კეთების სირთულეზე და სიმარტივეზე საუბარი მოკლედ ადმინისტრირებაზე ბიზნესის რა წარმოდგენა არ მაქვს ეგ რას ნიშნავს ისწავლება უმაღლესში მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან გეტყვი და აღნიშნეთ რეგიონების განვითარებაზე, მაგალითად ეხლა ამ შემთხვევაში კერხერის შემოსვლაზე რეგიონში, მაგრამ როცა აქეთ მოვდიოდი, ჩვენ დაინახე კიდევ ერთი ობიექტი და თქვი, გაგიკვირდა, რომ ესენი აქაც არიან, ხომ? აი, რა შეიძლება იყოს мотиваცია მათთვის რეგიონებში შემოვიდნენ, გახსნან ფილიალები და აქ აკეთონ ბიზნესი. ну, მე შემიძლია ახლა ამ შემთხვევაში კერხერის მაგალითზე გითხრა, იმიტომ რომ ეს კითხვები მე დასმული მაქვს. ხო. ნიკოლოზისთვის. თავადაც გვიპასუხებენ. აუცილებლად გიპასუხებთ, სხვათა შორის ჩვენ ძალიან მალე შემოგვიერთდება ნიკოლოზი და ნიკოლოზიც გვეტყვის ორ სიტყვას დღევანდელ დღესთან და კერხერთან დაკავშირებით.
კერხერის დირექტორი, მოდი ესე დავიწყებ ცოტა უფრო თავიდან რა. კერხერის ოღონდ სათა ოფისის მთავარი დირექტორი იყო ჩამოსული ჩვენთან, საქართველოში ჩამოვიდა და ესეთი ფრაზა თქვა, რომელიც ძალიან მოხვდა ყურში რა. ჩვენ რომელ ბაზარზე შევდივართო, იქიდან არასოდეს აღარ გამოვდივართო. ანუ ძალიან თამამი განაცხადია რა და თავიდან ვერ მივხვდი რას ქვია არ გამოვდივართ. ანუ წინასწარ ისი აქვს კომპანიას მოკლეული ბაზარი, სანამ გადაწყვეტს ზოგადად, რომ ფეხი შეადგას რომელიმე ბაზარზე, რომ იქიდან რაც არ უნდა მოხდეს, არ გამოდის. და შესაბამისად, ეხლა სტრატეგიულად ამ კომპანიამ აირჩია განვითარება ჩვენ რეგიონში. ბუნებრივია ხელმისაწვდომობა მსგავსი კომპანიისთვის, მოგეხსენება, იმიტომ რომ კერხერი არ მუშაობს მარტო მტრაშას უყებს არ ყიდის, ხო, მხოლოდ. აქვს ძალიან ასოცირდებოდა მანქანის მაღალი წნევის აპარატი. არა, აქვს ძალიან დიდი, მრავალფეროვანი, პროფესიონალური ხაზი ბიზნესისთვის და ემსახურება ჰორეკა სექტორს განსაკუთრებით. მოგეხსენება, კახეთი ამ შემთხვევაში ჰორეკა სექტორით არის დატვირთული და ბუნებრივია მათი ასე ვთქვათ ქსელი დღეს ფაქტიურად უკვე ყველა რეგიონს ფარავს და დღეს თამამად შეუძლიათ თქვან, რომ საქართველოში ხელმისაწვდომობა არის უმარტივესი და არა მხოლოდ შეძენის შემთხვევაში, არამედ სერვისის შემთხვევაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომპანიისთვის, იმიტომ რომ ეს კომპანია თავის პროდუქტზე პასუხს აგებს და შესაბამის გარანტიას აძლევს და შესაბამისად ამ ყველაფერს ძალიან მკაცრად იცავს. თუმცა კიდევ ერთი გარემოება, მე რო ბიზნეს ვაკეთებდი და სადმე შევდიოდი რეგიონში, ხომ? იქ ბუნებრივია სერვის ცენტრს თუ ხსნი მით უმეტეს თანხა არის გადასახდელი თანამშრომლების ხელფასები და ასე შემდეგ. ბევრი დეტალია. მოლოდინიც უნდა მქონდეს, რომ ჩემი პროდუქციის რეალიზებას იქ სათანადოდ მოვახდინე, იქ მოთხოვნილება უნდა იყოს ამისი, ხო? კი. ნუ მე მგონი რომ აი ნიკოლოზი ეს ხა ჩემი აზრებიც არის აქ ყველაფერში ჩადებული და ნიკოლოზი გაცილებით უფრო საინტერესოდ მოყვება ამ ყველაფერს, თუმცა მე იმასაც ვიტყვი რომ ეს ადამიანი ვიზეც მე ვსაუბრობ, ხო, ჩამოსული იყო საქართველოში 90 წლის იუბილეზე რა, ანუ კერხერის და დაემთხვა 10 წლის იუბილე კერხერ საქართველოსი და ამ დროს არ იყო ჩასული პირობითად ბრაზილიაში, რომლის მოსახლეობა ალბათ ხვდები ხო, რამდენი დიდია. და ჩამოვიდა პატარა საქართველოში, რაც ნიშნავს უკვე ალბათ ჩემი აზრით რეგიონისთვისაც ნიშნავს და ქვეყნისთვისაც ნიშნავს, რომ კერხერი ამ რეგიონს უყურებს ძალიან სერიოზულად და შესაბამისად მაღალ ინვესტიციებსაც ახორციელებს, როგორც რეგიონებში, ისე თბილისში. გადასარევი. მოდი, სერგო, ჩვენ პირველ საკითხს დაუბრუნდეთ, რაზეც დავიწყეთ საუბარი. არ იყო პირველი, მე მგონი სადღაც ჩუაში ვთქვით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს წინა საკითხს. რა საინტერესოა რესპონდენტის როლში წყობს. ბიზნესში სირთულეები და სიმარტივეები ვთქვით, შენ თქვი რომ მარტივია რეგისტრაცია. всё, მაგით სრულდება სიმარტივე. ამით სრულდება სიმარტივე, მერე იწყება რთული გზა. კარგი, რა არის სირთულე? პირველი სირთულე რაში შეხვდა, სად? მე არ გულისხმობ სირთულეებს, შენ ალბათ ეხლა უფრო საკანონმდებლო დონეზე ამბობ რეგულაციაზე. არა, პრაქტიკული სულ რა. პრაქტიკული არის ერთადერთი პრობლემაა ჩემი აზრით, რაც ძალიან ბევრ ბიზნეს დღეს აფერხებს, ეს არის ადამიანური რესურსი. ხო. საქართველოში, რომელიც თამამად ვიტყვი, რომ მართლა ძალიან ბევრ ბიზნეს აფერხებს. კვალიფიციურზე მაქვს საუბარი, ბუნებრივია და არა მხოლოდ კვალიფიციურზეც, რა, ჯუნიორზეც მაქვს საუბარი. ის ჩვენ გქონდა სხვათა შორის წინა გადაცემაში მაგაზე საუბარი და ძალიან ბევრი მიმოვიხილეთ რა, ანუ აი ეს პრობლემა, ეს კონფლიქტი თაობებს შორის და ასე შემდეგ, ხო? აი რაც, ნუ ეს ჩემი ეხლა ერთადერთი არ არის ბუნებრივია, მაგრამ ეს ჩემი აზრით ძალიან შემაფერხებელია, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრ ადამიანს ველაპარაკები რა და ერთ-ერთ ჩემ მეგობარ ბიზნესმენს რო ვკითხე, რატომ არ ხსნის წარმომადგენლობას კონკრეტულ რეგიონში, არ ვიტყვი ხა, იმიტომ რომ მიხვდები ყველა. ადამიანმა მიპასუხა, რომ ვინ დავასაქმოო. ხო, ანუ ესე იგი ნიშნავს, ეს არის რაღაც სპეციფიური დარგია და ინდუსტრია, სადაც საჭირო არის კვალიფიციური ადამიანები რა და ნუ ფიზიკურად იმ რეგიონში ამ კვალიფიკაციის ადამიანები რაც ჭირდებოდა, ფიზიკურად ვერ მოიძია. შესაბამისად, რეგიონმა დაკარგა ძალიან დიდი წარმომადგენლობა ბიზნესის სახით, შემოსავლის სახით და ასე შემდეგ. ხო, მე რა პრობლემას წავაწყდი, ახლა პირველს გეტყვი ჩემ გამოცდილებას. არ ვიცი, ამაზე უფრო ღრმად არ მიფიქრე, უბრალოდ ეს იყო. ჩვენ ახლა ისაც მაინც სპონტანურად ხო, როდესაც ჩვენ დავიწყეთ საქმიანობა, დავარეგისტრირეთ იურიდიული პირი და ეს ძალიან მარტივად გაკეთდა, მივედით 4 ადამიანი, ჩამოვართვით ხელი ჯერ ერთმანეთს, მე იქ რაღაც 200 რაღაც ლარი გადავიხადეთ, всё, დღეში მზად იყო ამ მონაწილე თუ უფრო ნაკლები არის. ძალიან უმარტივესი არის.
უმარტივესი არის აქვე მინდა ხაზი გაუსვათ ამაზე გადაცემებშიც ვისაუბრეთ, რომ სახელმწიფო სერვისები არის ძალიან ხელმისაწვდომი. ბევრია MyGoG-ზე მე მგონი 300 რაღაც სერვისია, არც მე მოქვს წარმოდგენა იმის და დისტანციურად შეიძლება. და დისტანციურად შეიძლება, ბევრ მათგანზე მეც არ მოქვს წარმოდგენა, მაგრამ არსებობს. მოიძიებ მარტივად ხელმისაწვდომია. აი პრაქტიკული რაც იყო და რაც ესე შეეტყო ბიუჯეტს კომპანიის არის ის, რომ ახალი დარეგისტრირებული კომპანია მინდა პასუხისმგებლიანი ვიყო. კონტრაქტორები რომ მოდიან ჩემთან მეკითხებიან DRG-ს გადამხდელი ხო ხარ, იმიტომ რომ მე DRG ჩავითვალო და მნიშვნელოვანია ეს ფაქტობრივი გარემო, ამიტომ ბიზნესის განვითარებისთვის იმ მომენტში, როდესაც კომპანიის ბრუნვა ჯერ არ იყო სათანადო ნიშნულს მიღწეული, ჩავთვალეთ რომ უნდა დავრეგისტრირებულიყავით DRG-ს გადამხდელი. დროზე ადრე, სანამ მიაღწიეთ 100,000-იან ნიშნულს. იმიტომ რომ გჭირდებოდა სხვებთან ურთიერთობაში უფრო მათთან ურთიერთობას ამარტივებ კონტრაქტორებთან, რომლებზეც ხარ დამოკიდებული, მაგრამ არანაირი შეღავათი აბსოლუტურად ახლა დარეგისტრირებულ ბიზნესს არ აქვს. მიუხედავად მასშტაბისა, ზომისა, ბრუნვისა და ასე შემდეგ. ერთადერთი სიახლე, რაც ამ საკითხში მოვისმინე, იყო სტარტაპის დეფინიცია, რომელიც უნდა მიღებულიყო საქართველოს კანონმდებლობით და ზუსტად არ ვარ დარწმუნებული მიიღეს თუ არა, მაგრამ პროექტი იყო იმ მომენტისთვის შემუშავებული და სტარტაპს უნდა ჰქონოდა 3 წლიანი შეღავათი. მესმის აბსოლუტურად სწორება სტარტაპზე გააჩნია ვის რა ხმა აქვს სტარტაპის როგორია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში განმარტება უნდა ყოფილიყო, რომ ტექნოლოგიურ სიახლეებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული და იდეალურია, მისაღებია აბსოლუტურად, თუმცა რაღაც ტრადიციული ტიპის ბიზნესი საკონსულტაციო მომსახურება, ნებისმიერი სხვა, რომელიც იმ სტარტაპის დეფინიციაში არ ექცევა, რატომ არ შეიძლება სარგებლობდეს რაიმე შეღავათით, ცოტა უცნობი არის ჩემთვის. გასაგებია, მე დავამატებ სხვათა შორის, აი ხა გამახსენდა კიდევ რა მაფერხებს ხო პირობიდან. კი. მოდი აი წარმოვიდგინოთ დღეს რა საკანონმდებლო დონეზე, ანუ ძალიან ბევრი კომპანია, გლობალურზე მაქვს საუბარი დიდ მსხვილ კომპანიებზე, საერთაშორისოზე, რომელებიც გარკვეულწილად რელოკაცია განიცადეს, ან გახსნეს თავისი წარმომადგენლობები და ასე შემდეგ, ასაქმებენ ძალიან ასობით ადამიანს, საქართველოს მოქალაქეებს, ძალიან მაგარი ტრენდია, ერთი რომ შემოდიან ჩვენ ბაზარზე და მეორე რომ ასაქმებენ. თუმცა მათი დამკვეთები არ არიან ქართული კომპანიები, ეს ერთი. მათი დამკვეთები არიან კიდევ უფრო დიდი კომპანიები საერთაშორისო და ყველაზე მთავარი, მათ შემოსავალი შემოსდით არა ეროვნულ ვალუტაში, ლარში, არამედ უცხოურ ვალუტაში, ხშირ შემთხვევაში ევროში, რომელიც ექვივალენტურად ხო 3-ჯერ მეტია ვიდრე ლარი. ხო? და ხელფასები გაიცემა ლარში. ეხლა ჩემი კითხვა, როგორ უნდა გაუწიოს კონკურენცია ქართულმა კომპანიამ, რომელიც მუშაობს ქართულ ბაზარზე, რომელიც აცაქმებს საქართველოს მოქალაქეს და ემსახურება ქართულ კომპანიას. ანუ აქ საუბარი მაქვს კონკურენცია არა საქმის კონკურენციაში, არამედ ტალანტების კონკურენციაში. ისე მივდივარ ადამიანურ რესურსზე, ხო, სადაც პრობლემა გვაქვს. სერგო, ეხლა დავამთავრეთ წეგან საუბარი შემოსავალზე, უცხოურ ვალუტაში და კონკურენციაზე, რაც რთულია, მაგრამ კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ, საქართველოში ბიზნეს რავალდებულებები აქვს და რავალდებულება რა ხარჯებთან არის დაკავშირებული. ოღონდ ამაზე ვისაუბროთ ჩვენი პოდკასტებიდან გამომდინარე და ჩამოვთვალოთ. რიგრიგობით გინდა? სიამოვნებით. შრომის უსაფრთხოება, მე შემდეგ შენ თქვი. ბლიცები. მონაცემთა დაცვის დაცვა. ოფიცერი. მე შრომებს ვაწვევი ისე რა. შრომით სამართლებრივი ურთიერთობები და კრიტიკულია თანამშრომლებთან ურთიერთობის მოწესრიგება და შესაბამისად სწორი შინაგანაწესის, სწორი ხელშეკრულების აწყობა. შემდეგ გახსენება რამე? იცი რა არის? მოდი ამაზე გავჩერდეთ. გარემოს დაცვა? გარემოს დაცვა, ну ეს ალბათ ეხლა კიდე ანუ მოდი მასაზე ვისაუბროთ, აი მასას რაც ეხება, თუნდაც აი მცირე ბიზნესს რაც ეხება, ხო? ეხლა არის რაღაც რეგულაციები, რომელიც არ ვრცელდება ამ პატარა ბიზნესზეც, ხო? მოდი აი ვისაუბროთ იმაზე, რაც ვრცელდება ყველაზე. კაი, მოდი აი შევაჯამოთ, ხო? შრომის უსაფრთხოება, შრომით სამართლებრივი ურთიერთობები, პერსონალურ მონაცემებს. ეს ეხება აბსოლუტურად ყველას, პერსონალურ. კარგი იურიდიული მომსახურება. მე მგონი რომ ზუსტად ეს ყველაფერი რომ მოაგვარო, ანუ გამორიცხულია ჯონი ყველაფერი იცოდე, ხო? ეხლა საწყის ეტაპზე აი მეც გეტყვი, ხო? ეხლა მე რო ვიწყებდი ბიზნესს, საწყის ეტაპზე მე თვითონ ვიყავი გარკვეულწილად იურისტიც, ბუღალტერიც და ასე შემდეგ, ხო? ეხლა არ ჩამითვალოს მაყურებელმა ისე რომ ეხლა რაღაცას როგორც სტანდარტულად ყვებიან ხოლმე. არა, მართლა ესე იყო. თუმცა გარკვეულწილად, როცა უკვე კომპანია გარკვეულ რაღაც ეტაპზე გადავიდა, მივხვდი, რომ ჩემი კომპეტენცია ამ ნაწილში უკვე აღარ არის საკმარისი
და ბუნებრივია, შველა არის აუთსორსი დღეს. აუთსორსი ნამდვილად. და ყველაზე მაგარი ის არის, რომ დღეს უკვე აუთსორსი, გარკვეულწილად მაინც ჯერჯერობით ეს ტრენდი არის, რომ აუთსორს მიმართავენ გარკვეული პრობლემის გამო. როცა უკვე შეიქმნა პრობლემა და არა ძალიან ცუდია. ხო, და მე ვფიქრობ, რომ და მარტო მე კი არ ვფიქრობ, გლობალური კომპანიებიც უკვე ხო, პირდაპირ სიგნალს აძლევენ უკვე თავის წარმომადგენლობებს და ასე შემდეგ, ხო, რომ მაქსიმალურად ოპერაციები იყოს გატანილი აუთსორსზე, ხო? იმიტომ რომ აუთსორსზე ამ შემთხვევაში DPT-ზე რო ვისაუბროთ, თქვენთვის ეს არის ბიზნესი. კი, ნამდვილად. თქვენ უბრალოდ რაღაცა community არ ჩამოაყალიბეთ, თქვენ ჩამოაყალიბეთ ბიზნესი, რომელიც სხვა ბიზნესს ეხმარება კომპეტენტურად დაალაგოს თავის პროცესები, იურიდიული პროცესები და ყველა ის პროცესი, რომელიც დაკავშირებული არის გამართულ ჯანსაღ მუშაობასთან, რეგულაციების დაცვით. ძალიან კარგ საკითხთან მიხვედი და ჩვენთან მოკლედ ცოტა სხვანაირად დავინახეთ ჩვენი საქმიანობის არსი და საკითხი, იმიტომ რომ დავიწყეთ მონაცემთა დაცვით. მე მივხვდით, რომ ამ პროცესში რომ მუშაობთ, იქ შრომითი ურთიერთობები მნიშვნელოვანი კომპონენტია, დიდი კვეთა აქვს ჩვენთან და ესეც გვჭირდება. დაცვა და უსაფრთხოების საკითხებია ჩვენთან და მივხვდით, რომ ინფორმაციული უსაფრთხოება კიდევ რემონტისავით არის, ხო? ერთსამეს რომ მოკიდევ. კი, რაღაცა დაზიანებულ დეტალს რომ მოკაჩავ და ჭერი რომ ინგრევა. მივხვდით, რომ საჭირო არის შრომის უსაფრთხოება, მივხვდით, რომ საჭირო არის კიდევ სხვა ბევრი დეტალი და ამიტომ ჩვენ პროცესებს ცოტა სხვანაირად შევხედეთ და მოკლედ იდეაც და უკვე მიმდინარე პროცესიც ის გვაქვს საქმიანობაშიც, რომ არ ვართ მხოლოდ მონაცემთა დაცვის მიმართულებით კომპანია, არამედ სწორი ორგანიზაციული პროცესების მომწესრიგებელი აუთსორსი გავხდით რა, იმიტომ რომ თუ შენ გაქვს სურვილი კომპანიას და მომართავ, მე სამართლებრივად პროცესებს კომპანიაში გიწყობ სრულად. ყველა მიმართულებით დაწყებული შრომითი ურთიერთობებიდან დამთავრებული მონაცემთა დაცვამდე. მოდი ახლა ეს გავშალოთ. მე მაქვს კომპანია, ეხლა ვიწყებ. ეხლა ვიწყებ ბიზნესს. ყველაზე კარგი ამბავია ეხლა თუ ვიწყებ. ეხლა ვიწყებ ბიზნესს და წავედი დავარეგისტრირე, როგორც თქვით, ძალიან მარტივი პროცედურა გავიარე ყველანაირი იურისტის გარეშე, დავარეგისტრირე ორგანიზაცია, მარტივი ეტაპი გავიარე და დავიწყე სირთულეებთან უკვე მუშაობა. რა ეტაპზე შეიძლება მოგმართოს და კონკრეტულად რას დაალაგებთ კომპანიაში? ყველაზე კარგი და იდეალური ვარიანტია დასაწყისშივე რეგისტრაციამდე ბიზნესის, ან დარეგისტრირებულზე. არ აქვს მნიშვნელობა ეტაპს. ალბათ ფორმა რო შეარჩიოთ სწორი რეგისტრაციის. ჩვენთვის იდეალური ვარიანტია დასაწყისიდანვე ჩავერთოთ HR-ი უნდა ყავდეს თუ არა კომპანიას და მოუკიდებლად იურისტი უნდა ყავდეს თუ არა კომპანიას და მოუკიდებლად სხვა მმართველობითი რგოლები უნდა ყავდეს თუ არა კომპანიას, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ამ უშუალოდ ამ მიმართულებებით გვაქვს კომპეტენცია ჩვენ გუნდში ყველა ვინც ვართ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდით ძალიან დიდი ხანი მათ შორის საჯარო უწყებებში და ვიცით ნამდვილად სად რა პრობლემა არის სად საჭიროა მენეჯერის გადაწყვეტილება სად დელეგირება მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ. ხო და მოკლედ რომ გითხრათ ჩვენ ვართ ის კომპანია და გავხდით ის კომპანია რომელიც ამ პროცესს სადეს ქვემოთ რომ მოკაჩავ ჭერი არ ჩამოგენგრეს თლიანად ვაწყობ და ვარეგულირებ. თუ სადმე უსაფრთხოების კომპონენტი აკლია კომპანიას ამას სრულად ფარავთ, მათ შორის ტექნიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარეც ამაში ხელს გვიწყობს ისევე და ისევ ჩვენი გუნდის წევრების გამოცდილება რა, მათ შორის ჩემიც ძალიან დიდი ხანი დაახლოებით 14 წელი საჯარო სამსახურში ვიმუშავე და აქედან 10 წელი ძალოვან სტრუქტურებში, სამართალდამცავ ორგანოებში, შესაბამისად ფიზიკური უსაფრთხოების ზომებზეც შესაბამისი წარმოდგენა გვაქვს და საქმიანობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ როდესაც შენ კომპანია გაქვს და მხოლოდ შემოსასვლელში აყენებ ვიდეო კამერას და უკან საწყობი გაქვს და უცველი და ღობი არ გაქვს, იქ რისკი გაქვს და ისიც უნდა გადაფარო. მაგრამ ეს უსაფრთხოების ზომები არ არის მხოლოდ ესეთი პროფესიული შეფასების კომპონენტი, მონაცემთა დაცვის კანონმდებლობაც უსაფრთხოების ზომებზე მიუთითებს და სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ, რომ სწორი სტრატეგია იქნებოდა ის, რომ თლიანი პროცესები ვმართოთ ორგანიზაციაში და არა ერთეული მიმართულებები. ერთი ჩვენთვის არის კომფორტული, იმიტომ რომ შესაბამისად გუნდის წევრები ყავს და ყველა მათგანი თავის კომპეტენციის ნაწილში კონკრეტულ საკითხს აფარებს და მეორე დამკვეთისთვის არის ძალიან კომფორტული რა, იმიტომ რომ მას არ უწევს ვიღაცის ძებნა. თუ DPT Consulting-თან გააფორმებს ხელშეკრულებას და პარტნიორები გავხდებით, მე რომ მივალ და პრობლემას დავინახავ, მათ შორის მათი ვარ აგენტების შემცველი დანადგარები რო უდგას, რომელიც ყოველწლიურად შემოწმებას ექვემდებარება და ვიცი ეს საკითხი ვეტყვი, რომ აი აქ შენ გჭირდება ყოველწლიური შემოწმება და ამ შემოწმების დარეგისტრირება კონკრეტულ ადგილზე და ამას გავაკეთებ. რომ დავინახავ, რომ
ინფორმაციული სისტემები მოწყვლადი აქვს, ან თუნდაც არალიცენზირებულ ოპერაციულ სისტემებს იყენებს და კრიტიკული სისტემები უყენია, ვეტყვი რომ აქ ჭირდება შენ ამის მომსახურება, ანუ საკითხს დავაიდენტიფიცირებთ როგორც მინიმუმ და ამას ისედაც ვაკეთებ, თუნდაც ხელშეკრულებით არ გვევალებოდეს, როდესაც თუნდაც მხოლოდ მონაცემთა დაცვის მიმართულებით თანამშრომლობთ, თუ სადმე ჩვენ კრიტიკულ საკითხს ხედავთ მოუწესრიგებელს ორგანიზაციაში, ამაზე აუცილებლად ვაწვდით ინფორმაციას, იმიტომ რომ ჩვენთვის კონტრაქტორებთან ურთიერთობა არ არის მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. მეგობრებო, სტუმარი ყავს გადაცემაში, მხოლოდ მე და სერგო არ ვართ და არც კახა არის პირველი სტუმარი, პირველი არის ნამდვილად, მაგრამ ერთადერთი არ არის. იმიტომ რომ შემოგვიერთდება კიდევ ერთი სტუმარი, კერხერის წარმომადგენელი საქართველოში, რომელთანაც ბატონ სერგოს ექნება გადასარევი ინტერვიუ, მაგრამ კახა მოვიდა ძალიან საინტერესო საკითხით. წეღან დასაწყისშივე ჩვენ ვაჩვენეთ GPS ლოკაცია, კახა. რამდენ ადამიანს შეიძლება ქონდეს წვდომა ჩვენ ინფორმაციაზე, მაგრამ ბევრს ჩვენგანს და მათ შორის ჩვენ მაყურებელსაც თუ მსმენელსაც არ უფიქრია ძალიან მნიშვნელოვან და პრაქტიკულ საკითხზე, რომელზეც შენი საუბრებ. თუ გინდა დავასპოილეროთ, ხალხი ოღონდ დავასპოილეროთ დრონებთან დაკავშირებით, სადაც ასევე რეგულაციებია და შენ გაქვს ძალიან კარგი ესე იგი მასალა მომზადებული, ოღონდ იმაზე მოგვიანებით. და ესეთ სიახლეებზე შევთანხმდეთ, რომ მივაწვდით ხოლმე საზოგადოებას ინფორმაციას ახალი სეზონიდან განსაკუთრებით და რაღაც რუბრიკებს. რატო ვსაუბრობთ ამაზე? შენ გედო მოამზადე სტატია ელექტროსკუტერებთან დაკავშირებით და ელექტროსკუტერების საჭიროება დაგვანახა გადათხრილმა რუსთაველმა და იდეალურად ვიყენებთ, აი პირადად მე დიდი სიამოვნებით საბურთალო ვაკის ტერიტორიაზე თავისუფლება რუსთაველი იდეალური იყო ამის გამოსაყენებლად და მოდი გითხარი რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. და ბოდი სანამ დაიწყებთ, ჩემმა სკუტერმა გააკეთა აპდეიტი და ამ აპდეიტზე მანამდე პირდაპირ ირთვებოდა და ახლა რორთავ კოდის შეყვანას თხოვს აუცილებლად. მეტი უსაფრთხოება არასოდეს არ არის ზედმეტი, კი. Privacy by design, ნამდვილად. კი, საინტერესო თემაა ნამდვილად ჯონი. მოდი დავიწყოთ იმით, რომ ყველა სერვისი საჭიროებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, სხვაგვარად არ გამოვა. და როდესაც ეს ეხება ისეთ სერვისებს, სადაც მარტო მომხმარებელი და პროდუქტი არის, განსაკუთრებით მონაცემთა დამუშავება იძენს დიდ მნიშვნელობას, იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში არის მომხმარებელი ფიზიკური პირი, ანუ მონაცემთა სუბიექტი, ვისი მონაცემის მუშავდება და მეორე შემთხვევაში არის მობილური ტელეფონი, რომლიდანაც ჩვენ უკავშირდებით სერვისის მომწოდებას. ანუ ფიზიკურად მეორე ადამიანი წარმომადგენელი კომპანიის არ არის. სერვისის მომწოდებელს მათივე სერვერზე, ხო თან? მათივე სერვერზე. შესაბამისად, ამ სერვის პროვაიდერის ინტერესი არის, რომ მაქსიმალურად დაგვაიდენტიფიციროს, რომ ასე ვთქვათ, რისკები რაც მას აქვს, იმით რომ ჩვენ მოგვაქირავებს გარკვეულ სერვის ტრანსპორტს, ანუ გვასარგებლებს, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად დააზღვიოს. შესაბამისად, აქ მნიშვნელოვანი არის იმის გათვალისწინება, რომ მონაცემის დამუშავება, როდესაც ჩვენ სკროლით, მაგალითად, რომელსაც ჭყალებში ვიტყოდი ეძახიან და რეალურად ეს არის ელექტროსკუტერი, ხო? ხო, იქ შენიშვნა გამახსენდა და გავასწორე წეგანზე ჩემი საუბარი. კი, ელექტროსკუტერით სარგებლობის ნაწილში მონაცემთა დამუშავება არ იწყება, იქამდე იწყება. შესაბამისად, აქ ჩვენ უკვე ვსაუბრობთ აპლიკაციის ჩამოტვირთვაზე. მოდი ახლა პრაქტიკულ მაგალითზე რო ვისაუბროთ. ეს საუბრობ შენ იმ სკუტერებზე, რომელიც ქირავდება თბილისში მათ შორის. კი, აქ საუბარი არის სკუტერებზე, რომელიც სერვისის სახით მიეწოდება, ასე ვთქვათ, ქირავდება, მოდი ასე დავარქვათ, მომხმარებლებისთვის და ამ შემთხვევაში იწყება ყველაფერი აპლიკაციის ჩამოტვირთვიდან. აპლიკაციის ჩამოტვირთვა ბუნებრივია ნიშნავს, რომ ჩვენ გეოლოკაციაზე უდავოდ წტომა ექნება, ეს ერთი. ერთი მნიშვნელოვანი თუნდაც რომ გააჩერო და დაასრულო რაიდი, დააყენო ეს მოწყობილობა მაგისთვის, მაგრამ ერთ უბრალოდ პრაქტიკულ იმას გავუსვამ ხას დეტალს. მე მომხმარებელს აქვს საშუალება ალბათ ლოკაციაზე წვდომა მისცეს მაშინ, როცა აპლიკაციას იყენებს, მაგრამ ალბათ ბევრი არ აქცევს ყურადღებას და პირდაპირ ეთანხმება, რაც პირდაპირ დათანხმება წაკითხვის გარეშე ნიშნავს, რომ მუდმივად სანამ მოწყობილობას იყენებ, წვდომა აქვს შენ ლოკაციაზე. თუმცა ამის ალტერნატივა გაქვს ის, რომ სეტინგებიდან შეზღუდო და მხოლოდ აპლიკაციის გამოყენების დროს მისცე წვდომა. კი, ძალიან სწორი ჩანართია ჯონი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ბოლო ვერსიები, აი iOS-ის, Android-ის ბოლო ვერსიები წინასწარ გვეკითხება ტრეკინგი განახორციელოს თუ არა აპლიკაციამ. ამ შემთხვევაში საუბარი არის
დიფოლტად ვიყენებ თუ არა სკუტერს, აპლიკაციამ გვადევნოს თუ არა სად იმყოფებით, სად ვართ, ანუ ამ ნაწილში. შენს გექნებოდა ალბათ შეგვედრია ესეთი იმ დღეს ჩემი მეგობარი მეუბნებოდა რომ ტელეფონზე ის გააქტიურდა მოსმენის რეჟიმი Siri-ად ვარშტები iPhone-ზე, ხო? კი. და რატო ჩაირთო და წვდომა გაქვს მიცემული და რაღაც სიტყვა აღიქვა კი, ტრიგერად და რაღაც ჩაირთო. კი ბატონო, ეგ არის ზუსტად. ამიტომ რომ მივყვეთ ასე ვთქვათ დროის კუთხით, აი ქრონომეტრაჟი, მგზავრობის თუ რა უწოდო არ ვიცი, აი მიმდინარეობა მგზავრობის, ხო, ასე ვთქვათ, იწყება საიდან? ჩამოტვირთვიდან, ჩვენი რეგისტრაციიდან, სადაც მიეთითება სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბანკო ანგარიშის ნომერი, ტელეფონის ნომერი და შესაბამისად უკვე იწყება მერე სარგებლობა. სარგებლობის დროს ბუნებრივია გეოლოკაციაზე წდომა ორი აზრი არ არის, უდავოდ ხდება. კამერაზე ითხოვს კიდევ წვდომას. და დასრულების დროს კამერაზე წდომა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ, სად გავაჩერეთ ჩვენი ნაქირავები ელექტრო სკუტერი. შესაბამისად, ეს ჯაჭვი მონაცემების, ხო, მთლიანობაში უქმნის რას? ძალიან კარგ მასალას, მოდი ასე ვთქვათ, სერვისის პროვაიდერს, რომ შემდეგ მან შეაფასოს ძირითადად მასიურად საზოგადოება რა ტიპის, რა ხანგრძლივობის რაიდებს იყენებს, სად გადაადგილდება და ფასიც შესაბამისად შესთავაზოს. ფასი, განწყობა, საზოგადოების განწყობა, მათ შორის რამდენად მზად არიან ასეთი ტიპის ტრანსპორტის გამოყენებისთვის, რა მიზნით იყენებენ ამის იდენტიფიცირება შესაძლებელია. გზავრობა 10 წუთიანია, 5 წუთიანია თუ რაღაც კონკრეტული მარშრუტი აქვს მუდმივად და ისეთ საკითხებზე ვსაუბრობ, უნებაც კი აღშფოთს ეხლა და გარიამოვარდა. კი, ასე რომ ხო, აი ეს არის რომ ჩვენი მონაცემების დამუშავების დროს, აი სწორად აღნიშნე, ის privacy policy, რომელსაც ხშირად არავინ კითხულობს, იმიტომ რომ ძალიან გრძელი ტექსტია და აქვე ვიტყვი იმასაც, რომ privacy policy კარგი სტანდარტია, რომ გრძელი ტექსტი არ იყოს, იმიტომ რომ მოუნდეს ადამიანს წაკითხვა მარტივად, ეს ერთი და აუცილებელია რომ ამ privacy policy-ში ისეთი რამეები default-ად არ მუშაობდეს, არ იყოს ასე ვთქვათ მონიშნული, რომელიც იმ სერვისით სარგებლობას რეალურად არ ესაჭიროება. ასე რომ privacy policy-ს თლიანად წაკითხვა თუ არა, იმ მონიშნების ნახვა მაინც აუცილებელია იმ მიზნით რომ ხომ არ გვაიძულებს ბჭყალებში აპლიკაცია დავთანხმდეთ იმას, რაც რეალურად არ ესაჭიროება აპლიკაციას. ეს არის ტრეკინგი, რომელიც დიფოლტად არის საწყის ეტაპზე და ამას როგორც თქვი iOS-ი და Android-ი ჩვენ გვახსენებს ხოლმე ყოველთვის წინასწარ და ეს არის უკვე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, რაც არის რომ მაქსიმალურად ვიყოთ კრიტიკულები და არა პრეტენზიულები, აი ეს ორი განსხვავებული ცნება არის, კრიტიკულები ჩვენი მონაცემების მოდი რომ ეს საბოლოოდ იყრის გარკვეულ მონაცემთა ბანკში თავს და შესაბამისად ეს მონაცემთა ბანკი როგორც აღნიშნე ლოკალურად რა თქმა უნდა იშვიათია რომ სადმე საქართველოში ესე ჩაკეტილად იყოს და არ ზიარდებოდეს და საერთაშორისო გადაცემას მონაცემდაცვის ცნებას თუ გამოვიყენებთ არ კონდეს ადგილი. კი, თუნდაც თავი დავანებოთ ესეთ სხვის სარგებლობაში არსებულ სკუტერებს საკუთრებაში. ჩვენ როდესაც ვყიდულობთ ელექტროსკუტერს, მასაც აპლიკაცია აქვს და მისი მონაცემთა ბაზა სავარაუდოდ ჩინეთშია, იმიტომ რომ დიდი ნაწილი ამ ტრანსპორტის ჩინური არის. კი, რო შევაჯამოთ, რამდენიმე რეკომენდაციას, ან ყველაზე კრიტიკულ რეკომენდაციას ხო არ გვეტყვი ამ საკითხთან დაკავშირებით. პირველი არის რომ ყოველთვის ასეთი სერვისებისთვის გქონდეს ცალკე საბანკო ბარათი. იმიტომ რომ ონლაინში საბანკო ბარათის დამახსოვრება ყოველთვის რისკის მატარებელია, ეს ნამდვილად. მეორე, შევეცადოთ რომ თვალი გადავავლოთ მეტად privacy policy-ს. სულ მცირე იმ მიზნით რომ რამდენი ხანი ინახება ჩვენი მონაცემი და სად ინახება ეს რომ დავადგინოთ. შემდეგ ვიტყოდი იმას რომ არ მივცეთ აპლიკაციებს საშუალება რომ ტრეკინგი განახორციელონ default-ად. მაშინ როცა ჩვენ არ ვიყენებთ იმ სერვისს და ალბათ დასრულების დროს სერვისის დასრულების დროს ფოტო გადაღება რო ხდება, შევეცადოთ ფოტო გადავიღოთ ისე, რომ სხვა ადამიანი, სხვა პიროვნება არ ჩანდეს, იმიტომ რომ სხვების პირად ცხოვრებასაც პატივნობთ. რეკომენდაციები ძალიან ბევრი შეიძლება, მაგრამ და ამისთვის ის სტატია არსებობს, რომელიც გამოქვეყნებულია, მაგრამ ნუ საბაზისო ესენი. კი ბატონო, მადლობა კახა უღრმესი. მადლობა ჯო. რაც შეეხება ძალიან საინტერესო სტატიას, რომელზეც ჩემი აზრით კარგი სამაგისტროც კი შეიძლება გაკეთდეს ესეთ მოწყობილობა. არა მხოლოდ სამაგისტრო ძალიან მნიშვნელოვანი
და ძალიან საინტერესო კვლევა არის. შეგიძლიათ გაიცნოთ DPT Consulting-ის ვებსაიტზე, DPTG, Facebook-ზეც გვაქვს ეს გამოქვეყნებული და ამიტომ მიბრძანდით, შედით, მარტივად ხელმისაწვდომია, წაიკითხე და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ და სხვა ბევრი სტატიაც გვაქვს და ამაზე პერიოდულად გაგიზიარებთ ინფორმაციას. მადლობა. მადლობა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, რატო ჩამოვედით აქ და ასე შემდეგ, თუმცა შეგვიძლია აუცილებლად, რომ თავად მასპინძელიც გვეტყვის ორ სიტყვას და ჩამოვედით ნიკოლოსთან, ნიკოლოს ბათირაშვილთან, კერხერ საქართველოს გენერალურ დირექტორთან და ნიკოლოს, პირველში სალამი. მოგესალმებით. რატო ჩამოვედით დღეს? ვიცი რომ ძალიან დიდი ამბავი იყო. თან განსაკუთრებით მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელსაც ხო, იმ ცუდ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა, კერხერი თავის ინიციატივით, თავის ასე თქვა ტექნიკით და ასე შემდეგ ჩაერთო აბსოლუტურად უსასყიდლოდ ამ სოციალურ აქტში, რომელშიც ვატაშვილის პერმანენტულად ერთვება ხოლმე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და მოდი გითხარი რა, აი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. მომენტ პირველ რიგში მადლობა მობრძანებისთვის. მეც დროებითი სტუმარი ვარ აქ, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენი სათაო მაინც თბილისში არის და ჩვენ რა თქმა უნდა კერხერი სადაც არის, ბუნებრივია, იქაც ვართ მასპინძლები სტუმრების. ასე რომ მე ძალიან მიყვარს ეს მხარე და არა მარტო თავისთავად და უკვე მეორე წელია, მოდი აქედან რომ დავიწყოთ, მეორე წელია კერხერი თელავში გვაქვს და ფარავს კახეთის რეგიონს სრულად. რატომ გახდა მიზეზი ამაზე თუ გვინდა ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ ან მოგვიანებით, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ ჩვენი ბრენდი იმდენად პოპულარული გახდა დღეს საქართველოში, რომ გადავწყვიტეთ, რა თქმა უნდა, დედა კომპანიის დახმარებით რომ და ჩვენი ინიციატივით რომ ვიყოთ მოხმარებელთან ახლოს. მოგეხსენებათ, რეგიონიც იზრდება, აქ არის ბიზნესი წარმოდგენილი, მეღვინეებს მაქვს მფლობელობაში და აუცილებელია რომ ვიყოთ მათთან ახლოს. ეს რაც შეეხება B2B მიმართულებით. რაც შეეხება თვითონ B2C მიმართულებით, საყოფაცხოვრებო კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიყოთ აქაც, იზრდება მოსახლეობა, ვხედავთ, მსყიდველთუნარიანობა იზრდება და მინდა გითხრა რომ დღითი დღე პოპულარული ხდება, გაყიდვებიც იზრდება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიყოთ აქ წარმოდგენილი სრულად. აქ გვაქვს სრულად წარმოდგენილი ნიშნავს, რომ კერხერ ცენტრი ნიშნავს თავიდან ბოლომდე თავისი სერვისით, მაღაზიით, შოურუმით და პატარა საწყობით. ასე რომ ეს პატარა მინიშნება იმისთვის, რომ რაოდენ მნიშვნელოვანია კერხერის ყოფნა კახეთის რეგიონში. რაც შეეხება ახლა დღევანდელ დავარქმევდი სოციალურ პასუხისმგებლობას, მე ვფიქრობ, რომ ბიზნესმა ყოველთვის უნდა უყუროს ასე, რომ სადაც პატარა წვლილი შეუძლია, რომ შეიტანოს ამა თუ იმ აქციაში, ამა თუ იმ აქტივობაში ასე დავარქმევდით, უნდა შეიტანოს. ჩვენ ეს სრულიად მთელი ენთუზიაზმით, მთელი შემართებით, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ ჩამოვდივართ და სადაც გვაძლევს მთავრობა საშუალებას რო და გვაძლევს ადგილს რო ის ადგილი დაუბრუნოთ პირვანდელ სახეს, ჩვენ ამას ვაკეთებთ. ისე როგორ შეხვდა მუნიციპალიტეტი ამ ინიციატივას? ძალიან დადებითად, ძალიან გვიცნობენ ახლა ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს ეს ურთიერთობა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა, იმიტომ რომ თავარი ხევი, რომელიც ეს ყველა ნახა კადრებში ფაქტიურად წაღებული იყო, იქ სრულად გაწმენდილი დაგვდა. ვეუბნებოდით, რომ მიგვიშვით სადმე, სადაც შეგვიძლია რომ ის გავწმინდოთ, იმიტომ რომ იქ დავინახეთ მაღაზიების ფასადები იყო ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ სრულად არის ახლა მეტნაკლებად 100% შეიძლება არა, მაგრამ მაინც რომ გავიარეთ, ვნახეთ, გაწმენდილი არის, თუმცა მოგვეცა ადგილი ჩვენ, სადაც ჩვენ გავწმინდეთ, დავასუფთავეთ, სადაც შევძელით დაგვებრუნებინა ის პირვანდელი სახე პარკთან განსაკუთრებით დაუბრუნეთ, მაგრამ კიდევ ვიზახთ, ეს არ არის პირველი სახე. აქ რამოდენიმეჯერ ჩვენ პაპას ძეგლი გავრეცხეთ და არა მარტო კახეთში, ჩვენობით ფორმაში. აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღვნიშნოთ, რომ ეს ჩვენ იგულისხმება კერხერის გუნდი, კერხერის თანამშრომლები, ანუ არავინ არც ერთი დაქირავებული თანამშრომელი სხვა. თვითონ კერხერის გუნდი არის ჩართული ამ სრულად, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი კულტურა, ჩვენი know-how, ასე რომ ვთქვა და ჩვენი პირველივე დღიდან ჩვენ ვასოცირდებით დასუფთავებასთან, იმიტომ რომ ეს თუ არა აქვს თანამშრომელს გააზრებული და გათავისებული, შეუძლებელია იყოს ჩვენი წარმატებული გუნდის წევრი. ეს ფილოსოფია დევს და ამ ფილოსოფიას მივყვებით. იგივე ხდება მსოფლიო მასშტაბით, სადაც ოფიციალური წარმომადგენლობა არის და ეს მინდა რომ ყველამ გაიგოს, კერხერის ოფიციალური წარმომადგენლობა სადაც არის, ეს არის ოჯახის მითითება, ოჯახის ფუნდამენტი, ოჯახის გარშემო ღირებულება, ასე რომ ვთქვათ.
აუცილებლად საჭიროა ესეთი სახის აქტივობები, სადაც საშუალება ეძლევა. საშუალებას მე ვგულისხმობ იმას, რომ არის ქვეყნები, რომ თავრობა არ აძლევს საშუალებას და უბლოკავს, რომ არა, ეს არ შეიძლება, ეს არ გააკეთო და ასე შემდეგ. მადლობა ღმერთს და მადლობა მთავრობას ნამდვილად, რომ ჩვენ გვეძლება საშუალება, რომ შევიდეთ და პარკი იქნება, საფეხმავლო ბილიკი იქნება, მიწისქვეშა გადასასვლელი იქნება თუ რაც იქნება, ის გავაკეთოთ, გადავრეცხოთ ან დაუბრუნოთ. არის ხოლმე გამოწვევა გრაფიტებთან მიმართებაში. ძალიან რთულია ამასთან ბრძოლა. ჩვენც უმწეოები ვართ, იმიტომ რომ არ არის დღეს ისეთი სითხე პირობითად, რომ ის მოაშოროს, ან მაღალი ჭავლი პირდაპირ კედელს აზიანებს, ხვდებით? ანუ აქ უკვე ძალიან ფაქიზად ვუდგებით და უკვე ვახდენთ გერმანიასთან კომუნიკაციას, ვსწავლობთ ზედაპირს და ვუგზავნით ინფორმაციას, როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ. ასე რომ გერმანია ჩართულია, მინდა გითხრა, რიგ ასეთ პროექტებში. ასე რომ ეს არის მეგობრებო, პასუხისმგებლიანი კომპანია, რომელიც ასწრებს ყველაფერს რა, განვითარებას, ზრდას, არ ვიცი, ცნობადობის გაზრდას, ინოვაციური პროდუქტების ამაღლებას, ინოვაციური პროდუქტების შექმნას და პლუს ასეთ სოციალურ პროექტებში ჩართვას რა და მე მგონი რომ ეს აქტი ზოგადად რა უნდა გადაესხა სხვა კომპანიებსაც რა, იმიტომ რომ ჩემთვისაც ძალიან დიდი мотиваციაა და სიამოვნებით მსგავს აქტებში მივიღებდით მონაწილეობას აუცილებლად, ხო? და შენ სიტყვებს დავიხმარ, ხო, ჩვენ არ გვაქვს პლანეტა B. არ არსებობს. გვაქვს ერთი პლანეტა, რომელსაც უნდა გაუფრთხილდეთ და სხვათა შორის კერხერს ძალიან დიდი წვლილი აქვს ამ ყველაფერში. და მინდა დავამატო სერგო ამასთან ერთად, რომ მე ვფიქრობ კომპანიები, რა თქმა უნდა, არის რიგი კომპანიები, რომელიც ძალიან დიდ აქტივობებს, აი, თუნდაც ხეების დარგვა ბორჯომში იყო ესეთი ამ ხანძრის შემდეგ. გამოჩნდა ერთი ორგანიზაცია, უფრო გამოიკვეთება უშუალოდ ბიზნეს წარმომადგენლები, ალბათ შევიკრებით და ვიტყვით, რომ მოდი ახლა ჩვენ ავიღოთ ტერიტორია და დავრგოთ რაც შეიძლება მეტი ხე. ვფიქრობ, რომ ეს საჭირო საქმე არის. მოგეხსენება ძალიან ბევრი ქარსაცავი ზოლები ფაქტიურად უკვე დაბერდა ეს ხეები და აღარ არსებობს. ამიტომ მნიშვნელოვანია იქ ჩანაცვლება ახალი ხეების. ბევრი ადგილი შეგვხვდება თუნდაც კახეთის რეგიონში. ასე რომ ჩვენ მზად ვართ, მივესალმებით. ამისთვის რა გვჭირდება, მონდომება გვჭირდება, ამის გვჭირდება პატარა ბიუჯეტი, რომ გამოვყოთ, რომ ვიყიდოთ ეს ხეები, თვითონ ხეების ხეს სანერგე მეურნეობას უნდა ჩაერთოს და გამოყოს ხეებიც და აქ უკვე ადამიანი რესურსია საჭირო, რომ გავნაწილდეთ და დავრგოთ ხეები. ფანტასტიკური ინიციატივა. მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელი არ არის, ჭირდება მონდომება და პატარა ფინანსი, რომელიც ვფიქრობ, რომ კომპანიებს დღეს აქვს საშუალება, რომ ეს საერთო საქმე გავაკეთოთ ყველამ ერთად. კიდევ ვიზახი, სრულიად დიდი ყველანაირი პიარის გარეშე, რა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. და ჩვენ აქ ჩვენი ინიციატივით ჩამოვედით. კი. და უბრალოდ გვინდა რომ რაღაცნაირად ხაზი გაუცვათ, არ ვიცი, ეს არ არის პიარისთვის, ალბათ უფრო იმისთვის, რომ დავანახოთ კომპანიებს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა, რას ნიშნავს, როცა ბიზნესი გაქვს და იმ ქვეყანაში აწარმოე ბიზნესს, რომელსაც საქართველოს ქვია, ხო? ანუ მარტო კომპანიის განვითარება ქვეყნის განვითარების გარეშე ვერ მოხდება. ამიტომ ჯერ ქვეყანა და მერე ბიზნესიც. ეს რა თქმა უნდა, მე ეს მომავალ თაობაზე აისახება, მომავალ ბიზნესმენებზე აისახება, ჩვენ შვილები გვეძდება და რა მაგალითს ვაძლევთ, რომ ბიზნესი არ არის მხოლოდ აკეთო ფული. რა თქმა უნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას ესმოდეს. ბიზნესი აუცილებლად უნდა იყოს მოგებაზე, თუმცა იქ უნდა იყოს ჩადებული წილი სოციალური პასუხისმგებლობის ბიუჯეტი. ჩვენ გვაქვს ეს გამოყოფილი და აუცილებლად გვექნება წლების განმავლობაში. თავარია იყოს მშვიდობა და მოგვეცეს საშუალება, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში განვითარდეთ. და აუცილებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართლა არის ასეთი ბიუჯეტის გრაფა, სადაც არის სოციალური პასუხისმგებლობის ბიუჯეტი. აი, როგორ მაინტერესებს ახლა იცით, აი, რამდენ კომპანიას აქვს ეს ბიუჯეტი გათვალისწინებული თავის კომპანიის. შეგვიძლია დავსვათ ეს კითხვა. აი, მართლაც ამ კითხვას და მაინტერესებს მერე კომენტარები. ნიკოლოზ, ჩვენ აქ ვისაუბრეთ მნიშვნელობაზე, ან ზოგადად ბიზნეს ეკოსისტემის მნიშვნელობაზე. ჩვენ ახლა აი თელავში ვართ, ხო, ფანტასტიკური ხედები გვაქვს. კერხერის გამოჩენა კახეთის რეგიონში, თელავში, ანუ უკვე აქ ამ შემთხვევაში როგორც ბიზნესმენს გისვავ კითხვას, ხო? რა მნიშვნელობა აქვს აი ესეთი გიგანტური ბრენდების გამოჩენა ზოგადად აი ესეთ რეგიონებში, როგორც არის კახეთი? მადლობა შეკითხვისთვის, სერგო, ძალიან მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო დონის კომპანიებისთვის. არ აქვს ეს მნიშვნელობა გერმანულია, ამერიკულია, ჩინურია, ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, თავარია იყოს საერთაშორისო. მხოლოდ არ შეიძლება ორ დიდ ქალაქში ნაწილდებოდეს ბიზნესები. ეს არის თბილისი და ბათუმი, ხო? არ შეიძლება, იმიტომ რომ შენ დისკომფორტს უქმნი რეგიონში მაცხოვრებელ ხალხს. ასე ვუყურებთ.
ეხლა არ შეიძლება რომ მხოლოდ აქ კონცენტრირდებოდეს ბიზნესები. მე რა ახლოს არის თბილისი თელავთან, არა. მასე არ ვუყურებთ ჩვენ უნდა ვიყოთ ახლოს მოხმარებელთან. ის რომ გზები კეთდება, აღარ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გადავიდეთ სხვა რეგიონში. აუცილებლად ყველა დიდ ქალაქში. რა საინტერესო ფილოსოფია. ძალიან მნიშვნელოვანია და ამას მოყვება გერმანია, მოყვება ჩვენი დედა კომპანია და ასევე აუცილებლად სხვა ბრენდებიც უყურებენ ამას, სხვა კომპანიებიც, რომ ევროპულზე მაქვს საუბარი და არა მარტო საერთაშორისო ბრენდებზე მაქვს საუბარი, რომ არის იქ თუ არა იმ კონკრეტულ ქალაქში სხვა რამე სხვა კომპანია, სხვა საერთაშორისო კომპანია წარმოდგენილი. როგორც კი დაგვინახავენ, რომ ჩვენ წარმატებით და ასე ხმაურობთ და უყვარვართ ამა თუ იმ ქალაქს, დამიჯერეთ ისიც იგეგმება, ეს არ ხდება ერთ თვეში და ორ თვეში, იგეგმება, რომ მანაც გახსნას წარმომადგენლობა ამა თუ იმ ქალაქში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანალოგიურად ვიქცეოდით ჩვენც. სანამ გავიხსნებოდით, ჩვენ აუცილებლად ვეძებდით, ვნახულობდით, ხედავდით პოტენციალს, მაგრამ სამწუხაროდ თიძე ჩამოსათვლელი თუ მოიძებნება საერთაშორისო წარმომადგენლობა. მე არ საუბრობ დილერს. დილერი შეიძლება ბევრი ბრენდის წარმომადგენლები იყოს, მაგრამ ოფიციალური და ფინანსდებოდეს პირდაპირ სხვა ქვეყნიდან, ხო? ვართ თიჯე ჩამოსათვლელი მე მგონი ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით, მადლობა მართლა დედა კომპანიას და ვართ წარმატებულები. დამიჯერეთ საოცარი ციფრებს ვაჩვენებთ, გეგმაზე გავდივართ და ეს დამსახურება ნამდვილად ქვეყნის და ჩვენი ლოიალური მოხმარებლის. ნიკოლოს, ფანტასტიკური. მე ხა, რა ვიცი, სად მივდივართ აქედან? აქედან მივდივართ გემრიელ ვახშამზე, კახეთი ვახშმის გარეშე და კარგი სუფრის გარეშე არ გამოვა. მან ცოტა პაუზას გავაკეთებ, შეიძლება მაინც რაღაცა გადავიღოთ, თუმცა ნიკოლოს, წარმატებები და დარწმუნებული ვარ, რომ, რა ვიცი, მე მაგალითს ვიღებ და мотиваციას მაძლევს აი ეს აქტი, რომელსაც თქვენ ახორციელებთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მაყურებელზეც იმოქმედებს ეს ყველაფერი და მარტო ბიზნესი, მარტო შემოსავალი არა, აგერ თურმე ხალხს აქვს ბიუჯეტში გათვლილი სპეციალურად სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი რა და ამიტომ ეს კარგი მაგალითია. დიდი მადლობა ნიკოლოს. ვიცი ზუსტად რომ წარმატებები, კიდევ უფრო დიდი წარმატებები ძალიან ახლოს არის. გაიხართ, მადლობა თქვენს. Business Space-ის ოფიციალური პარტნიორია კერხერ საქართველო. Business Space-ის ოფიციალური პარტნიორია იურიდიული კომპანია DPT Consulting. Business Space-ის ოფიციალური პარტნიორია IT კომპანია IT-Tech. Business Space-ის ოფიციალური პარტნიორია კომპანია K-Call, პირველი 24 საათიანი აუთსორსინგული კონტაქტ ცენტრი საქართველოში.